თბილისი პლუს 35 კონფერენცია, რომელშიც 6 და 7 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებს 400-მდე დელეგატი მთელი მსოფლიოდან. საქართველოს დედაქალაქი პარასკევს და შაბათს უმნიშვნელოვანეს შეხვედრას უმასპინძლებს. თუ რას ისახავს მიზნად აღნიშნული კონფერენცია და ვინ იქნებიან მისი სტუმრები? დეტალურად სხვა ამბებში ამ თემაზე საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გიორგი ზედგინიძე ისაუბრებს. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. 400-მდე დელეგატი 103 დარეგისტრირებული ქვეყანა და თემა, რომელიც მთელ მსოფლიოს ერთნაირად აწუხებს გარემოს დაცვა. გარემოს დაცვის საკითხები და ის განათლება, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს ადამიანმა, რომ ბუნებას გაუფრთხილდეს. როგორი იქნება ეს კონფერენცია, რა სახის პრობლემებზე იქნება საუბარი და რას ემსახურება ის? მადლობა. მოგახსენებ ძალიან მოკლედ იმის შესახებ თუ რატომ გაჩნდა საჭიროება, იმის რომ დღეს 2012 წელს კიდევ ერთხელ ემასპინძლა საქართველოს ამ ღონისძიებისთვის. მოგახსენებათ რომ პირველად მსოფლიოში ამ ტერმინმა გაიჟღერა 1977 წელს. და სწორედ აქ თბილისში მაშინ კიდევაც დასაბუთდა იმ დოკუმენტით, რომელსაც თბილისის დეკლარაცია ეწოდა და დღეს ძალიან ადვილად Google search-ის საძიებო ველში იძებნება ეს დოკუმენტი, რომელიც არის გარემოსდაცვითი განათლების სახელმძღვანელო, პირველი სახელმძღვანელო პრინციპები. მას შემდეგ ბევრი ასეთი დოკუმენტი არ მეუღიათ. მართალი ბრძანდებით ბევრი არ ყოფილა, იყო სულ რამდენიმე შეხვედრა. ჩვენ ვამაყობთ იმითაც, რომ სწორედ ეს ღონისძიება, რომელსაც თბილისი პლუს 35 ეწოდა, არის ბევრად უფრო მასშტაბური, ვიდრე ნებისმიერი აქამდე ჩატარებული ღონისძიება კონკრეტულად ამ საკითხს, რომელიც მიეძღვნა. თუნდაც 1977 წლის ან შემდგომი ღონისძიებები, რომელიც გაიმართა ინდოეთში, რომელიც საბერძნეთში გაიმართა და ამ ყველა ღონისძიებას ეწოდა თბილისი პლუს 10, პლუს 20, პლუს 30. შესაბამისად, ეს ღონისძიებაც არის 35 და ისევ თავს უყრის ამ ყველა დოკუმენტს, რომელიც აქამდე იქნა შემუშავებული ამ მიმართულებით, მსოფლიოს მასშტაბით, არის სრულფასოვანი მიმოხილვა ექსპერტების მიერ გაკეთებული, აქ მუშაობენ როგორც ქართველი ექსპერტები, ასევე საერთაშორისო ექსპერტთა შეხვედრები უკვე დაწყებულია, თუმცა 6 და 7-ში უკვე ძირითადი კონფერენცია გაიმართა. 4-ში, ანუ დღეს უკვე დაიწყო ექსპერტთა შეხვედრა. ექსპერტთა შეხვედრაში ასევე მონაწილეობას ღებულობენ იუნესკოს და იუნეპის წარმომადგენლები, ექსპერტები უკვე ჩამოსულები არიან, ისევე როგორც ექსპერტები ყველა კონტინენტიდან ბატონო გიორგი, კონფერენცია არ მიიღებს ისეთ დოკუმენტს, რომელში გაწერილი პუნქტებიც იქნება აუცილებელი შესასრულებლად. თუმცა 103 ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, რომ აუცილებლად ჩამოსულიყო თბილისში და ეს არ არის უბრალო დელეგატები. აქ საუბარი არის მინისტრებზე, მინისტრის მოადგილეებზე და იუნესკოს მაღალჩინოსნებზე. რა პრობლემატიკას განვიხილავთ და ძირითადი მიზნები რა იქნება? მოგახსენებთ, როგორც მოვლენა 103 ქვეყნის ერთად შეკრება არის ძალიან რთული. გარემოსდაცვის მიმართულებით დარგში ზოგადად ძალიან ბევრი კონვენცია არსებობს და ეს მათი შეხვედრები ძალიან ხშირია. შესაბამისად, ახალი თემით გამოსვლა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე და იმის განცხადება, რომ ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც გვინდა ჩვენმა კოლეგებმა ერთად განვიხილოთ ჩვენ კოლეგებმა და ამაზე ასეთ დიდი თანხმობა და მხარდაჭერა არის ცოტა ესეთია სასიხარულოა როგორც მინიმუმ. ჩვენ არ ველოდით ნამდვილად თუ აი ასეთი წარმომადგენლობითი გახდებოდა 70-მდე მინისტრი და მოადგილეა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ქვეყნის ინიციატივაზე აი ესეთი დიდი დაინტერესება იქნება. გარდა ამისა, ოფიციალური პარტნიორები არიან, როგორც მოგახსენეთ, იუნეპი და იუნესკო. ორი გაეროს სხვადასხვა უწყება, რომელიც მასპინძელ ქვეყანასთან ერთად იქნება ამ კონფერენციის ორგანიზატორი და ისევე როგორც ტექსტში მათი კონსულტაციები იქნება ჩართული, ასევე ზოგადად ის დოკუმენტი, რომელიც უნდა მივიღოთ საბოლოო ჯამში, იქნება მათ მიერ მოწონებული და ასევე აღიარებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ღონისძიებას თბილისი მასპინძლობს და ზოგადად ის, რომ ქართველი მეცნიერები, გარემოს დაცვის სპეციალისტები არიან ჩართული მასში. რამდენად გეგმავთ, რომ აი ეს ურთიერთობა, ეს თანამშრომლობა კიდევ გაგრძელდება და გასცდება ამ კონფერენციის ფარგლებს? აუცილებლად ასე იქნება, ნამდვილად და არა მხოლოდ ექსპერტების დონეზე, ეს ურთიერთობა უკვე ჩამოყალიბებულია და ძალიან სასიამოვნო არის, რომ დღეს უკვე პირველად ხვდებიან კიდევაც ბევრი და ბევრი მათგანი იცნობენ და შეიკრიბებიან თბილისში იმ საკითხის განსახილველად, რომელიც ბოლოს დოკუმენტით უნდა დავასრულოთ 2-3 დღის შემდეგ. გარდა ამისა, გვაქვს ასევე
ძალიან კარგი დასაწყისი იმისა, რომ ეს ქვეყნები, რომლებიც არიან საქართველოში ჩამოსულები, ასევე იქნებიან ჩვენი მეგობრები და ჩვენი ელჩები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის 100 მეტი ქვეყანა. დღეს მდგომარეობით 103 ქვეყანა, აქენა როგორც მოგახსენეთ 50-მდე მინისტრი და დაახლოებით 20 მოადგილე. ეს ყველა ადამიანი ჩამოდის აქ იმისათვის, რომ ჩვენ დოკუმენტს, რომელსაც ერთად შევიმუშავებთ და რომელსაც ჩანაფიქრში და ესეთ შეთავაზება არსებობს, რომ თბილისის კომუნიკე ეწოდოს, სწორედ აი ამ კომუნიკეს და ამ ტექსტს აუჭერენ მხარს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, წარმატებებს გისურვებთ. იმედია რომ თბილისის კომუნიკეს ძალიან დიდი რეზონანსი ექნება მსოფლიოში გარემოს დაცვის კუთხით იმ განათლების სასამაღლებად, რაც ძალიან ჭირდება ჩვენს პლანეტას. კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ. მსოფლიოში გარემო პირობების